კომუნისტების დროს ბევრმა არ იცის ოდკის სახთელი ქვაბების თავებს ართმევდნენ გლეხებს. ახლა რაფერი მოგიყვე მაგას. ჩვენთან როცა მაგ დაიწყეს და თქვენს რომ უგავდა მოდარდიანო და ართმევდნენ. ეს კი 80-იანი წლები ხო და ახლა ასე ხო 80-იანი წლები. თითქმის აგრე მაგ წლები იყო ხო და სულთან არ მახსოვს რომ ერთი წელი იყო მაგრამ მამაჩემს ახლა წასწავლია ქვაბი. ოდკის იმას არ წამალჩვენენ ახ თავსავ არ მექნება ქვაბი. წოვია სადღაც ტყეში არის თუ უმალი. როგორია მოდიალა და მე რადგან ქვაბის თავი ხო ნახა მობილიზებული ვინც იყო. ვინც იყო არის სადაბარგო. წაიღო ის ქვაბის თავი. დღესაც მაგახლე გაკეთებული მამაჩემ აგაკეთა. თიხით აქ გაკეთებული. თიხით მაგაკეთებული და ჩაულებრიად გადმოდის არაკეთებდა. ხო, რამდენი წელია მას უკან. აღარ მიყიდია მე იმიტომ უფრო კარგად აციებს სამ გაცხელებოდეს კიდევ. კაია. ჯობია იმას. ხო. ვინოს საუკეთესო. სად იყო ვინც წამდა მენას ეგრე გაღმარ გეიხედო ახლა თქემ გადიარა. კომუნისტების დროს და კოლექტივის დროს. იყო გაღმა ვენახი. ციტკაცოლიკოური ყოსული. 60 ტონა ყურძანი გამოდიოდა ადგილი როდეინო გასულელდები. ესე იგი ფერდი აქვს სპეციალური. ფერდი ხო გაღმა საფიცხებელი ფერდი აქვს, მაგრამ მე მოდიოდა ძალიან მაგრად. და ხალხი ხო მაშინ წამდნენ შავიამენ და კერითი. არავით არის სხვა ცილები და ეს არის ყო იქ. მაქინა გამეირდა ბრიგადია გეიხედა გაღმა მაგალითად მე მქონდა გაპირობები და იყო მორწოლი. მოკლამდა. რას කියოშე? მე წევიდა და ხალხი მაინც მავალოკობდა ადამიანი მაინც გლეხი იორად გამოსულიყო და პატარას გადაამსხვერდა იქნა რომ გამეიხედოსო. ეინახოს ვით ამ მორწოლი მაგავი გასხდებოდა და მაინც მოდიოდა, მაგრამ ძირს ვერ გამეიტანინა პირს. ეს ყურძენი სამი ქონათ. ისე იყო ქარხანა. კი ბატონო, ხამენის ქარხანა იყო. და ოჩერედი იდგა რა, ოჩერედი დილა ათენებდა ღამეს. ისეთი ის მაგარი ის ქონდა. იყო ის ყველაფერი ღვინოს ახლა ტალი შენ მეიტანს უთა ღვინო ნახე სუნი მის თუ შენი მის სუნს გეიგებს ეს ღვინო არ მოგ სულთა ღვინო მაშინდელია რა ახლას მახსოვს მის სუნი ახლას მახსოვს ვიცი ვერ მომატყობს კაცი ეს ახლა რა ვარც თამბაქო იყო თამბაქოს სუნი ახლა არ იგზნობა არა არ იგზნობა ბალახი ერთი ვარი ასე წვრის ეს ესენციაში მოხარშული აგერ ახლა ბიძაშვილი არის ოქროსამდე მე დაძვერ დახლეს მამეჭა დაურგები ახლები ახლა მაშინ ბიჭო თუ არ მორწყვი ვერ ინახ ხაი წამს რა მორწყვი ხა მაგრამ რომელიც არის 70 საათზე თუ რაღაცა ახლა ის ხო და მე ხოლა ხარ ყურძენია როგორ ქარვა მაგრამ არის გაჟღენთილი წამლით არის წამლით და წვიმა რომოა წვიმაი და მე ხოლა გინდა მოწვიდო თუ ასე ვენახ შევა და შეჭამ ერთი მარცვა წებოს ვერ მეიცილებ ხელზე ხო მაგ მე შემენიშნე წებოს ვერ მეიცილებ თუ ხელები არ დაიბანი საბონში მე მიზვენო მე გამოვიდა დალე მიმადა გაკარქვიებს ზას გონებას ახლა ისა მაშინ ასვამდა ხალხი ვინოს კაცო მაშინ ასვამდა მე არ მახსოვს კაცი ტაქსეული მაშინ და მეორე დღეს კიდე სად იყო და რა კეთა უარ ახსოვდეს ახლა დაკარგული აღარ გონება მის საწამლებია შიდა რას გეიგებს კაცი სიმინდი ინახებოდა ყურძენი იწურებოდა ჩაი თუ იყო ჩაი მე რა იყო ბოლოს იყო ახლა უკვე ამ გვიან 80-იან საკეთ 60 სერებზე ზემოთ ალბათ ხო ჩვენთან აბა საუკეთესო ჩაია საერთოდ საუკეთესო კეჟული აწარმოებს ახლა იქანა ერთი შეყელაძის ბიჭია და კვალიების მასია ყოლებაზე სულ ახალი დაწყილი აქ და ეს ამეიღებს ფეხს იმიტომ რომ მაგარი ის არის სადაც წაიღო ახლა ყველგან უმაღლესი ხარისხი დააჩვენა რა მაგ ჩაი ისი არის ჩვენის მაგრამ ჩვენი გადიარა წევს საერთოდ არ არის რაღაც მაშინ ას პატრონი ყავს კიდე ახლა ფერმები ჩვენთან იყო საქონლის თხის ხორების ჩვენთანაც ალბათ ყველაფრის იქნებოდა კი ბაბა აქაც იყო და გაღმაც იყო იქ ჯუმბურიზებში გაღმა ჯოხალთა ზუახიანი სადაც ტრასა გადის ხო ტრასის გადაღმა მხარეს იქით კურსაძეების ხორობნი იქ იმაში ჯოხალთა ზღელეს ზუახიან და იქ იყო დიდი ფერმა საერთოდ და ჩვენთანაც დიდი იყო კაპიტალური ფერმა აშენა მე კოლექტივმა და იყო პირველი ბევრი იყო და სად იყო მიდრები იყო იდორი იყო და მოაგროვებდი საქონელს და მასივ და ხალხსაც ბევრი ყავდა პირველი ემსგელი და ჩამეიდო ასე მოსპო ყველაფერი ჯერ უბრალოდ აგერ მე გეტყვით ჩემსაზე შარშანა 6 ბურაგი 4 ბურაგი დამიკლა 60 კილოიანი. ვორის რო ხადამიკლა მაძველი.
ერთი ამ პიგმოზობს დამიკლა დეგეული ახლა. უღლე ხოშან ასე უნდები უზდით მაღაზა ბაჭიანს რა გინდა. თავრობამ წაიყვანეთ კაცო ეს ხალხი ანადირებთ. წავიყვანეთ შემოყალით ხომ დასვა მაგ შენ თოფით მაგას შენ გააწყო. მაგარ გაწოლა თოფით. თავრობამ სვირში ჩამოიარა ახლა ოჯახები. და საწილო მოთხოვა ვინც ყველ საწარმოებს. მაგალითად ვინც ყიდის. მე რე გუნდოდა კი რაი მაგრამ წაიყვანოთ ძოხა და შემეიყვანეთ ესე. ამბობენ ახლა გავყიდით ძროხებს და წავალ თბილისში. დაიცალა წევიდა ისიც ვისაც ძროხა ყავდა. მე არამე ის უნდა სოფელი არამის არ უნდა. ინდიეზებს სოფელი რომ ინდიეზებს აგრეგე. ერთი იყო საგაშილა ბადარა მაშინ მაგაფხაკურდა და შეშა მოაჭრე სოფელს მეცი და განა შეასგერა ფარშვალ მოჭი ახლა გამოკაჩული აქვს თვალები რაც დაგიჭირო რაც შეიძლება მეტი ჯარი ვაქინო ზურგზე. მეორე ესე მაშინ დაარიგა ის ვაუჩერი დაარიგა იმან ბადარა და ველიც მიცა ხალხს რაღაცა იმედი ქონდა და მე იმანაც ოურია და წევიდა უმასწორება. ეგეთი გილექციის ასყოფილა საშველი არც იგდავნებდი. ხო და ისედაც ახლა რაც მაგმგელი შემები და ერთი ფერმა სახონი ჩემი ყავს დაგული. უღელი ხარი და რა ვიცი. მიჯო ხალხს ეშინია ახლა თოფს ვერ წაიღებს ატევი ყონჯო აღარ მინდიან საკუთარ ძევით. ახანატილო მტრეებში ახლა ხალხში. უშენეგა წაიყვანა იმის გოჯები წაიყვანა ელალის. შემევიდა შუა დრესა ეხლა იყილა შენ გეიქეცი ავტოფიოჟი და ხალ დაგედენში ავტოფია. ჩო უსტრაფიკა. და იგი და ზურზა იყო მოუჯედა გოჯი წაყვანაი. არ გამეიდა თოფილა და ასე არ შეგვართ ისე და ეგ მიდიოდი ახლა ეკალა არ მოსულა ქალი წევიდა და ეშინია ორი ქალი და ისხომე სამი ქალი ყველას ეშინია წევიდა ეგ შეხვდა თიგანა ქარხანასთან მიდა ტრასა უარი ახლა და დადის ამ ტრასაზე არის ეშინია არის ჩვენი საქმე გაჭირებული კაცერალი მომხედავი წავა ახლა ახალგაზრდები პატარა მორჩელი ბიჭები ახლა კიდევ საცოლო ბიჭები თუ არა ანა ვიღა გაჩერდა არა იმიტომ ვერ ყოლია ვერაფერს ვერ იყოლია თუ იყოლია ბუნადიო სადიო ვაფშე მიდორი არ არის ერთი მიდორი ყოლა პატარაზე და ისიც ამევიდა ხა ისე გადივლის ორ წელი და საერთოდ იქნება მარტო გზა იქნება გადაჭენი გასავლეთ ადრე კოლექტივი რო იყო ხომ წმინდამდე ისე გადაწმინდეს ხომ ადგილები და ამევიდა ბალახზე და ჭმელოდა საკონდა უდგენ კაცო მაშინ ახსა უნდა მოუდგე ახ ბაზარში შეიძლება უნდა მიიყვანო ნეშოს რაღაც აჭამ არის აზრო ხაიჭველი და რაბერგია და დავგინწიალო თორე ასე შემოგარდა შეიქმნა საწვალებლად სოფელი რა თქმა უნდა და წვალება იყო გაძლიერდა და გაძლიერდა ახლა აღეთკენ ფუჩი და ალაბერდი რო შეადარო ისინი ჯობიან ახლა მას იმიტომ რომ ბალახის კაი მაკიერა მანდა ეთამზე და მოსახელდა მაგენ ჯობიან ჩვენსაც ეს ჩვენი ახლა დაწყებული სალიეთ წეთურას და მოღოლებს სალიეთიდან წიფლოვაგემდე ეს არის წყალწაღებული საერთოდ ას მაგამციელ ზონაში გადის ეს არაფერში არ გადის და არაფერი აქ არ არის აბსოლუტურად ისე გემრიელია საკოლის ხოლში გემრიელია და ღორის ხოლში იმიტომ რომ თასავით არის რა